ну, ბევრად უკეთესად ვარ, უკვე რამოდენიმე დღეა ჩვეულ რიტმს მუშაობის დაუბრუნდი. სხვა ყველაფერი უკვე ლირიკა. როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული თავდასხმა, ჯგუფური, შეიარაღებული ხალხის და რა თქმა უნდა ამ თავდასხმის დამკვეთი გახლავთ ივანიშვილი, ბიძინა და ეს არის ჩვეულებრივი შურისძიება. ახლა ამის მე დღეს და საერთოდ აღარც ვაპირებ ამაზე საუბარს მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი ძალადობის ფაქტისგან, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში და საქართველოში ხდება. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ათობით და ასობით ახალგაზრდაზე, რომელიც თავის აზრს გამოთქვამდა უბრალოდ იძალადეს ნიღბიანმა ადამიანებმა. ბევრი ადამიანი მე ვიცი. რამოდენიმე ჩვენი გუნდის წევრით დღესაც მკურნალობს. უბრალოდ ერთი ოპერაცია არ იყო, მეორე ოპერაციას უკეთებენ. ძალადობის სხვადასხვა ფორმას იყენებს დღეს რეჟიმი. ნუ ყველას გვესმის, როდესაც ძალადობაზე დადიან და ძალადობა ხდება მთავარი არგუმენტი შენი ქვეყნის და შენი ხალხის მართვისთვის, ნუ გასაგები აქვს უკვე ეს დიაგნოზია, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩემი პასუხიც და რეაგირება იმაზე რაც მოხდა ამ თავდასხმაზე, მე ვეცდები რომ ყველანაირად შევძლო რომ ეს იყოს ყველა ჩაგრულის ჩაგვრაზე პასუხი. იმიტომ რომ ჩვენ თუ აი ასე ინდივიდუალურად ჩვენი ასე ვთქვათ პასუხი მოვთხოვეთ ხელისუფლებას, ამის ეფექტი ძალიან პატარა იქნება, მცირე იქნება. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ერთმანეთს დაუდგეთ გვერდით და ერთმანეთთან ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობის აღდგენისთვის. მარტივი მაგალითი, ხო? აი მაგალითად ქალბატონი მზია ამაღლობელი, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, რომლის უბრალოდ საპატიმრო აღკვეთი ღონისძიების შეფარდება საერთოდ გაუგონარი იყო, მაგრამ სისტემას შეეძლო, ხო, რომ ის გარეთ დაეტოვებინათ, გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. რატომ? იმიტომ რომ ძალადობის გარდა უკვე სხვა არგუმენტი სისტემას არ აქვს. ახლა მეც ჩემზეც ამ სისტემამ მოაწყო თავდასხმა. რა თქმა უნდა, შეიძლება სხვაობა ის იყო, რომ ეს კონკრეტული ერთი არაადეკვატური კაცის დავალებით გააკეთეს, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი არ იცვლება. სისტემა ძალადობაზე თუ გადავიდა და ძალადობას თუ იყენებს არგუმენტად, აქ ჩვენ ახლა განსხვავება ვის უფრო გვეტკინა, ვის უფრო გვეწყინა, ვინ უფრო მაღალი თანამდებობის ვართან, ვინ უფრო დაბა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება საჩუქარი სისტემის. ამიტომ მე ამ თავდასხმას აღიქვამ როგორც ძალადობის ერთ-ერთ შემთხვევას და ჩემი პასუხიც შეძლების დაგვარად. მე რა თქმა უნდა შეძლების დაგვარად ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი პასუხი იქნება ყველა ჩაგრული ადამიანის პასუხიც და რა თქმა უნდა აქ დროის საკითხია, სხვა არაფრის საკითხი არის. სამართლიანობა დადგება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ეს არის და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი იმასთან დაკავშირებით, რაც ბათუმში მოხდა.